საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 11 ივნისს ბუქარესტის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერში ღონისძიება გაიმართა. კონცერტი ჩატარდა რუმინეთში საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილის ინიციატივით. ღონისძიება ასევე მიეძღვნა წმინდა ანთიმოზ ივერიელის 375 წლის თავს, რომელიც წელს აღინიშნება. ორგანიზატორთა განმარტებით, როგორც პატივისცემა ორი ხალხის კულტურული, რელიგიური და ღირებულებითი კავშირების მიმართ, საქართველოს საელჩომ აირჩია ქართული წარმოშობის იერარქის, წმინდა ანთიმოზ ივერიელის მონასტერი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მონასტრის მგალობელთა გუნდმა და ქართულმა ანსამბლმა ჰერიომ. კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ვიჩენცო ობორეკანუ, მისი უწმინდესობის რუმინეთის პატრიარქ დანიელის მრჩეველი არქიმანდრიტი პროტოსინგელი ავგუსტინე კომანი და რუმინეთის საპატრიარქოს საინფორმაციო სააგენტო ბაზილიკას ხელმძღვანელი არქიეპისკოპოსი ნიკოლაი ეფტიმიუ. ანსამბლმა ჰერიომ შეასრულა ქართული საგალობლები. წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის გუნდმა კი დამსწრე საზოგადოებას რუმინული საეკლესიო ჰიმნები წარუდგინა. საქართველოს ელჩმა მადლობით დაასრულა მიმართვა რუმინეთისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიების მიმართ და გამოთქვა სურვილი, რომ რუმინული გუნდებიც ჩავიდნენ საქართველოში. ამ ღონისძიებას რუმინეთის საპატრიარქოს ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა. ჩემთვის უაღრესად ემოციური დილაა და მინდა მადლობა გადავუხადო წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ამ განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის. საქართველოს საელჩოსთვის დიდი პატივი, პრივილეგია და ეს ჩვენთვის კურთხევაა ასეთი განსაკუთრებული ურთიერთობა ამ მონასტერთან. ეს მონასტერი განსაკუთრებული ადგილია ყველა ქართველისთვის, რომელიც რუმინეთს სტუმრობს. ჩვენთვის უაღრესად დიდი პატივი და ბედნიერებაა, რომ შევძელით აქ მოგვეტანა მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული კულტურის ნაწილი, კერძოდ ქართული საეკლესიო გალობა. როგორც აღინიშნა, ქართული პოლიფონია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ, განვავითაროთ, მოვუფრთხილდეთ და წარმოვადგინოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რათა ჩვენს მეგობრებსა და მთელს მსოფლიოს გავაცნოთ. ჩვენ მადლობელი ვართ წმინდა ანთიმოზ ივერიელის მონასტრის ამ უნიკალური ისტორიული შესაძლებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა ანთიმოზ ივერიელმა გამოგზავნა თავისი კურთხევა და ხარობს ზეციდან, რომ აქ შევიკრიბეთ და მოვისმინეთ ეს მშვენიერი ხმები საქართველოდან და რუმინეთიდან. მადლობა ამ შთამბეჭდავი გალობისთვის. ძალიან ცოტა რამ არის სათქმელი, რადგან ყოველი საეკლესიო სიმღერა ლოცვაა. მიხარია, რომ ღონისძიება სულთმოფენობის, ანუ 50-ე დღის დღესასწაულის შემდგომ დღეებში შედგა, რადგან სულთმოფენობა ერთობის დღესასწაულია მრავალფეროვნებაში და ის, რაც ჩვენ დღეს აქ განვიცადეთ, ორი გუნდის მოსმენისას არის დადასტურება იმისა, რომ მართლმადიდებლობა განსახიერებულია ადგილობრივ ღირებულებებში, ადგილობრივ კულტურაში და ის მოწოდებულია მის გასაღმრთობად. მინდა მადლობა გადავუხადო მის უნეტარესობას, პატრიარქ დანიელს, რომ დაალოცა ეს ღონისძიება, რომელიც დღეს წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერში გაიმართა. ასევე მადლობას ვუხდი მის აღმატებულებას, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ღონისძიების ორგანიზებას. იგივე მადლობა ეკუთვნის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის წინამძღვარს, ასეთი სტუმართ მოყვარე მასპინძლობისთვის. თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გრძელდება. დღეს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის, სემინარიისა და რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებმა სადიპლომო ნაშრომები წარმოადგინეს. სპეთის ზედა მაცხოვრის ეკლესია, სწავლება მაცხოვრის ორი ბუნების შესახებ ჰიმნოგრაფიული ტექსტების მიხედვით. საქმისა და რწმენის ურთიერთმიმართება წმინდა იაკობისა და წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეების მიხედვით. წმინდა წინასწარმეტყველები ელია და ენუქი და მათი მოღვაწეობა
ჟამთა აღსასრულის წინ. ეგვიპტეში აღსრულებული 10 სასჯელის საეკლესიო ეგზეგეტიკა. ამ თემებზე წარმოადგინეს ნაშრომები სტუდენტებმა. რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებმა კი ნამუშევრები წარმოადგინეს თემაზე ხარება. წარმოდგენილი ნაშრომები კომისიამ დადებითად შეაფასა. ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა 7 სტუდენტს: მანანა ცენტერაძეს, გიორგი თორთლაძეს, ბაკურ თირქიას, გაბრიელ ნავროზაშვილს, გიორგი ლორთქიფანიძეს, საბა წოწორიას და ზურა ბერაძეს. თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარეობს სამსაფეხუროვანი თეოლოგიური მიმართულებით სწავლება. დღეს მიმდინარეობს პირველი საფეხურის ბაკალავრიატის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომთა დაცვა და მოგახსენოთ, რომ მიმდინარეობს ძალიან წარმატებულად. დღეს და ხვალ 7 დიპლომანტი წარსდგება და წარსდგა ნაწილი წარსდგება შესაბამისი კომისიის წინაშე და ისინი წარმატებით იცავენ იმ თემებს, რომელზეც ისინი მუშაობდნენ სრულიად წლის განმავლობაში. ესეც უნდა ითქვას აუცილებლად, რომ კომისიის მიერ მაღალ შეფასებას იმსახურებს. ჩვენი დიპლომანტები ვიმედოვნებთ, რომ მათი მომავალი იქნება სარგებლობის მომტანი, როგორც ჩვენი ეკლესიისა, ისე სრულიად ჩვენი ქვეყნისთვის. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მათი გარკვეული ნაწილი აბარებს სასულიერო აკადემიაში, ანუ თეოლოგიური სწავლების მეორე საფეხურზე მაგისტრატურაში, რაც ასევე ერთიურად სასიხარულოა ჩვენთვის. მე მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პედაგოგს და აქ მოღვაწე ადამიანს მათი გაწეული უაღრესად დიდი შრომისთვის, ვინაიდან იმას, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ეს გახლავს სწორედ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სტუდენტის ბეჯითობის შედეგი და მეორე მხრივ, რაც ყველაზე უპირატესია, ჩვენი პედაგოგების, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოღვაწე უაღრესად კვალიფიციური პედაგოგების შრომისა და მოღვაწეობის შედეგი. დღეს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩატარდა სადიპლომო ნაშრომის დაცვა. ეს იყო საბაკალავრო ნაშრომი, რომელიც შეასრულა ჩვენმა ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა სტუდენტმა მანანა ცენტერაძემ. სადიპლომო ნამუშევარი იყო ძალიან საინტერესო და ის შეფასდა უმაღლესი შეფასებით. მან იმუშავა თემაზე სპეთის ზედა მაცხოვრის ეკლესია. ეს არის ძეგლი, რომელიც არ არის შესწავლილი და პირველი იყო ჩვენი კურსდამთავრებული, რომელმაც იმუშავა აი ამ ძეგლზე და ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ. მან მიიღო უმაღლესი შეფასება კომისიის ყველა წევრისგან და წარმატებებს უსურვებთ მას. წარმატებული იყო დღევანდელი სადიპლომო ნამუშევრები. წარმოდგენილი იყო დღეს 2 სტუდენტი და მე მინდა გითხრათ, რომ ეს 4 წლის განმავლობაში თავ დაუზოგავად. მე არ მახსოვს გაეცდინათ ამ და შედეგიც არ ამ სტუდენტებს და შედეგიც მე მგონი კარგია, იმიტომ რომ აქ წარმოჩენილია მთელი ეს პროცესი თუ როგორ სრულდება ჯერ თვითონ ნიმუში და მე ამ ნიმუშზე ყველა ის სამუშაოები, რომელიც შეიძლება შეხვდეს მომავალ სპეციალისტს, როგორც რესტავრატორს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. წინა გამოშვების ვინც დაასრულა წარმატებით დაიწყო დიპლომები, უკვე წარმატებით მოღვაწეობენ ამ მიმართულებით და ეს 2 სტუდენტი, რომელმაც ასევე წარმატებით გაიარა და დაასრულა და წარმოადგინა ამ მთელი 4 წლის ნაშრომის შედეგი, ასევე ჩაერთობიან ფერხულში, რასაც ქვიან შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის გადარჩენის საქმე, რომელიც ასე ღირებული და მნიშვნელოვანია. დღევანდელი საბაკალავრო ნაშრომი თემა აღებული იყო ატენის სიონიდან, ეს იყო ხარების სცენა, კომპოზიცია. იქიდან გამომდინარე, რომ 2 სტუდენტი იყო წელს მე-4 კურსზე დაუმთავრებელ კურსზე, ავირჩიეთ ისეთი კომპოზიცია, სადაც 2 ფიგურა იქნებოდა და რასაც მოასწრებდნენ და დროს ჩაეტეოდნენ. მათ სრულყოფილად იმუშავეს როგორც სამხატვრო ნაწილი და როგორც ეს მონუმენტური ხაწერის ნიმუში წარმოადგინეს, ესევე წარმატებულად შეასრულეს, მათ ხელოვნურად მოხდა მე ამ მხატვრობის რამდენიმე ადგილას დაზიანება. და როგორც ეს მომავალი რესტავრატორები მოხდა ამ კომპოზიციაზე ნაკლული ადგილების შელესვა, ქიმების შელესვა, ბზარის შელესვა და ეს არის ის წინაპირობა, რაც ესენი
მომავალ საქმიანობაში მომავალ პროფესია არის კედლის მხატვრობის კონსერვაცია, რესტავრაციის სპეციალისტები უნდა იყვნენ და რასაც რაც გვიწევს ხოლმე ადგილზე შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაზე სარესტავრაციო, საკონსერვაციო სამუშაოების შესრულება, რაღაც გარკვეული ნაწილი და გარკვეული პირობები ეს გააკეთეს ამ ნიმუშზე. ჩვენი საბაკალავრო ნაშრომის თემა იყო ხარების მონუმენტური მხატვრობა. მონუმენტური მხატვრობის შესრულება დავიწყეთ მეოთხე კურსის მეორე სემესტრიდან, მუშაობდით მთელი წლის მანძილზე. ვთვლით, რომ კურსის მიზანი მიღწეულია, კურსის მიზანი იყო 4 წლის მანძილზე მიღებული ცოდნის ნაშრომში წარმოჩენა და შემდგომ უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე თუ მოგვეცემა საშუალება რომ ჩავერთოთ სარესტავრაციო სამუშაოებში, გამოავლინოთ ის მიღებული ცოდნა, რაც 4 წლის მანძილზე დაგროვდა. მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილიამ მეორეს, რადგან მისი თაოსნობით ხდება ქართული ხაწერის აღორძინება. შემდეგ თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორს, ჩვენი ფაკულტეტის დეკანს, დეკანოზ იოსებ ვანიძეს, ბატონ მერაბ ბუჩუკურს. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება უმაღლეს სასწავლებელში ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩატარდა. ორგანიზატორთა განცხადებით კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კიბერუსაფრთხოების სფეროში წამოჭრილი მნიშვნელოვანი გამოწვევების განხილვა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები, კიბერუსაფრთხოების მკვლევრები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა გაცნობოდა უმაღლესი განათლების მოწყობის სისტემას. ვიზიტის დროს თანამშრომლობისთვის შეირჩა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი და მისი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აღიარებულია საუკეთესოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოში პირველად შეიქმნა ერთობლივი ქართულ-ამერიკული ინგლისურენოვანი კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის და კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ერთობლივ ქართულ-ამერიკულ აკადემიურ ხარისხს. 2022 წლიდან დღემდე პროგრამაზე ირიცხება 120-მდე სტუდენტი, რომელთა სწავლის საფასური სრულად ფინანსდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. უკვე რამოდენიმე წელიწადზე რაც თანამშრომლობთ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან ერთად და ერთ-ერთი ჩვენი უდიდესი მიღწევა არის ერთობლივი კიბერუსაფრთხოების პროგრამის შექმნა, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა საქართველოში. კურსის დამთავრებისთანავე სტუდენტი იღებს 2 დიპლომს. ერთი სანგოდან, ერთი ენკაუდან და ენიჭებათ ხარისხი კიბერუსაფრთხოების სფეროში. ასევე საინტერესო არის ის, რომ ეს პროგრამა სრულიად ფინანსდება ჩვენი უნივერსიტეტის მიერ. იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გაუზარდოთ ქვეყანას კიბერუსაფრთხოების ჯარი. სწორედ ამ მრავალწლიანი ურთიერთობისა და მეგობრობის შედეგი არის ეს კიბერუსაფრთხოების პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დღეს ტარდება ჩვენს უნივერსიტეტში. ჩართული არის საჯარო სექტორი, კერძო სექტორი, ასე ვთქვათ, ინოვატორებიც, ჩვენი სტუდენტებიც კი არიან ჩართულები სპიკერებად და მე მიხარია, როდესაც ვხედავ ჩვენი ამხელა შრომის პროდუქტს სწორედ ამ კონფერენციაში. ეს კონფერენცია იქცევა ტრადიციად და აუცილებლად განხორციელდება ყოველი წელიწადი ჩვენი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ასევე რაც შეეხება კიდევ ერთი ძალიან დიდი ღონისძიება, რისთვისაც ჩვენ მემზადებოდით მთელი ეს ბოლო რამოდენიმე თვე, არის პირველი 2 ნაკადის გამოსაშვების საღამო, რომელიც ჩატარდება 26 ივნისს. ეს სწორედ იქნება დაგვირგვინება იმ ძალიან დიდი შრომისა, რაც ჩვენ ჩავდებთ ამდენიმე წლის განმავლობაში და ჩვენ სტუდენტებს პირველ ნაკადს გადაეცემა ის 2 სანაკვარი დიპლომი. This is my third time here at უკვე მესამე წელია, რაც ჩამოვდივარ თბილისში და ვატარებ სამუშაო შეხვედრებს კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. ეს არის საოცარი შესაძლებლობა, რომ შევხვდე სტუდენტებს, გვქონდეს საინტერესო საუბრები და გავცვალოთ იდეები. სტუდენტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრები, იმიტომ რომ ისინი იღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ მათთან ერთად ვაკეთებთ სხვადასხვა სახის ლაბორატორიულ სამუშაოებს. მე ვარ ძალიან ბედნიერი და იღბლიანი ადამიანი, რადგან უკვე მესამეჯერ ჩამოვედი საქართველოში. მიხარია, რომ ჩართული ვარ კიბერუსაფრთხოების პირველ საერთაშორისო კონფერენციაში და ძალიან დიდი
დიდი იმედი მაქვს, რომ ზოგადად ეს კონფერენცია ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად ჩატარდება, იმიტომ რომ ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. კონკურსი მწვანე ჯილდო დასრულდა და გამარჯვებულები გამოავლინეს. პროექტს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებდა. ნომინაციაში მწვანე ჯილდო სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლება გამარჯვება მოიპოვა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საბავშვო ბაღის აღმზრდელმა გულნარა ბუაძემ. მწვანე ჯილდო გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში. ამ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ნომერ 2 საჯარო სკოლის მასწავლებელი შორენა ყარალაშვილი. როგორც ღონისძიებაზე აღენიშნა, კონკურსში საქართველოს მასშტაბით 200-მდე პედაგოგმა და აღმზრდელმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა. ჟიურიმ თითოეულ კატეგორიაში 10 კონკურსანტი გამოარჩია, რომლებსაც ფულადი ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებულები 1000 ლარიანი ვაუჩერებით და სპეციალური პრიზებით გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დააჯილდოვა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი ჯილდო მოგეხსენებათ რომ ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ადრეული ასაკიდან ყალიბდება შესაბამისად თითოეული მასწავლებლის როლი როგორც საბავშვო ბაღების ასევე სკოლის პერიოდში როდესაც ყალიბდება სამოქალაქო პასუხისმგებლობა როდესაც ბავშვებიდან სწავლობენ იმ მნიშვნელობას როგორც სოფლის მეურნეობის ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით ეს განსაკუთრებულად აღნიშნვის ღირსი არის და თავისთავად ცხადია მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ თითოეულ მასწავლებელს რომელსაც ასეთი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, ასეთი წვლილი შეაქვს ახალგაზრდების ღირებულებების ჩამოყალიბებაში და მინდა ვისურვო, რომ რაც შეიძლება მეტი მასწავლებელი იყოს ჩართული ამ პროცესში. გარემოს დაცვითი განათლება და ცნობიერების გაზრდა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენი სამინისტროსი. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მწვანე ჯილდო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა და რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრო ყოველწლიურად ამ ღონისძიების მხარდაჭერი იქნება. მწვანე ჯილდო ერთგვარად წამახალისებელი ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს ზოგადად გარემოს დაცვითი განათლების გაძლიერებას და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებით დიდი როლი აქვს მასწავლებელს, როგორც სკოლამდელი, ასევე სკოლის პედაგოგებს იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობა კარგად იყოს გათვითცნობიერებული იმ გამოწვევებში, რა გამოწვევებში ჩვენ ცხოვრება გვიწევს, შესაბამისად, ასეთი და ამგვარი ღონისძიებები, ამგვარი წამახალისებელი ნაბიჯები კიდევ ერთი დამატებითი საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენ მომავალი თაობა უფრო განათლებული და ღრმა გარემოს დაცვითი ცნობიერებით აღზარდოთ. ჩემთვის როგორც პედაგოგისთვის გარემოს დაცვითი აგრარული განათლება 21 საუკუნის გამოწვევაა და 2025 წლის მწვანე ჯილდო არა მხოლოდ აღიარება, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაა მომავალი თაობის წინაშე. მე დღეს ხელში მიჭირავს მწვანე ჯილდო, მე ვარ ბედნიერი, მე ვარ ამაყი და მიხარია, რომ იმ საქმეს, რასაც ვემსახურები წლების განმავლობაში სათანადო შეფასება მიიღო ამ საქმემ უბრალოდ და ბედნიერი ვარ იმით, რომ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ვასწავლი გარემოს მოფრთხილებაში.